კიდევ ერთი ვიდეო გადავწყვიტე შემოგთავაზოთ და ამ ვიდეოს დავარქვი როგორ გადავლახოთ უარის მიღების შიში. და პირველ რიგში დავიწყოთ, რომ უარის მიღება არავის უყვარს, არაფერზე. რა ვიცი, საქმიანი შეთავაზებაა და უარის მიღება, მეგობრების დაპატიჟება და უარის მიღება, რა ვიცი, საყვარელი ადამიანისთვის, რა ვიცი, პაემანის შეთავაზება და უარის მიღება, მოკლედ უარის მიღება ჩვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ცნობიერებაში თითოეული უარი პრეისტორიულ შიშს აღვიძებს, ესე იგი, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრებისთვის უარყოფა რაღაცაზე უარის მიღება იყო გარიყვის საზოგადოებიდან გარიყვის წინაპირობა, რომელიც ჩვენი წინაპრისთვის, შორეული წინაპრისთვის უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. ანუ შენ თუ უარს გეტყოდნენ, ესე იგი, გამოქვაბულში შესვლაზე პირობითად დარჩებოდი გარეთ და მოკლედ შეგჭამდნენ, ესე იგი, მგლები თუ ვეფხვები თუ შიმშილით მოგდებოდი და ამიტომ ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს თითოეული უარი რაღაცნაირად უკავშირდება ამ ჩვენი წინაპრის უარს. დღეს გაცილებით უსაფრთხოა გარემო, მაგრამ ჩვენ ცნობიერებაში ეს არის დაპროგრამებული, რომ მოკლედ არას მოსმენა საკმაოდ რთული ამბავია. მიუხედავად იმისა, რა საქმეში ხართ, არას მიღება, უარის მიღება აუცილებლად მოგიწევთ და მით უმეტეს თუ ამბიციური გეგმა გაქვთ და რაღაცა ახალს აკეთებთ და განსხვავებულს, კიდევ უფრო მეტი უარის მიღება მოგიწევთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავთან საუბარი, ჩვენ თავს რას ველაპარაკებით უარის მიღების შემთხვევაში, უარის მიღებამდე მოვსინჯავთ რაღაცა ახალს, არ მოვსინჯავთ, შეგვეშინდება, რომ უარი არ მივიღოთ, თუ არ შეგვეშინდება, მოკლედ ამაზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ჩვენი შედეგიანობის, საქმის თვალსაზრისით და განვითარების თვალსაზრისით, ხო? ამიტომ გამოდის, რომ ჩვენ თუ მოვახერხებთ, რომ ფორმულირებას შევცვლით, ანუ უართან ჩვენ დამოკიდებულების შეცვლა რომ მოვახერხოთ, შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალოს და ჩვენი განწყობა და შეიძლება ისეთი რაღაცები მოვახერხოთ, რასაც ვერ მოვახერხებდით სხვაგვარად, ხო? მე მაგალითად ხშირად მეპატიჟებიან სტუდენტურ ღონისძიებებზე და რა ვიცი, შეიძლება 100-200 სტუდენტი დაესწროს ღონისძიებას, ჩემთან მოსვლა და გამოლაპარაკება შეიძლება ბევრს უნდა, მით უმეტეს, რომ ჩემთან შესახვედრად არიან იმ დარბაზში მოსული, მაგრამ ამას ბედავს 1-2-3 ადამიანი და მე შეხვედრის დროს აუცილებლად გაუსვამ ხოლმე ხაზს, რომ რატომ არ მოხვედით? იმიტომ რომ რაღაცა უარი გარიყვა ეშინიათ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან და ასე შემდეგ, ხო? არა და რეალურად მე არანაირ საფუძველს მაგისას არ ვქნი, მაგრამ ეს ჩვენ შინაგანი შიში სულ გვეუბნება, რომ არ შეაწუხო ადამიანის, ვისცხელა შენთვის, არ ემახსოვრები, მოკლედ რაღაცა ისინი გვაქვს, მაჯლაჯუნები გვაქვს თავში, რომელიც გვიშლის, რომ ვცადოთ და რომ გვეცა და შეიძლება გამოსულიყო რაღაცეები, ხო? ამიტომ თუ ამბიციურ საქმეს ხართ, მიმდგარი უარების მიღება აუცილებლად მოგიწევთ და ჯობია, რომ დღესვე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ უარის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და ამ ვიდეოს მიზანიც ეს არის. სანამ გავაგრძელებთ უარის მიღების თემაზე, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. სანამ თემას დავუბრუნდებით, ერთი სათხოვარი უნდა გაგიზიაროთ. ფლომასტერის YouTube არხის და ამ ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი პრაქტიკული ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. მენეჯმენტის, პროექტების, ბიზნეს კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, საოფისე უნარების მიმართულებით. მინდა გთხოვო, შეხვიდე ვიდეოს აღწერაში და შეგვივსო ფორმა, სადაც გაგვიზიარებ რა თემებზე გაინტერესებს და გჭირდება ტრეინინგები შენ და შენს ორგანიზაციას. ჩვენი ტრეინინგების ყველა დეტალი ასევე არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. დარეგისტრირდი და შემოუერთდი უახლოეს ჯგუფებს. დაუბრუნდეთ ახლა უარის მიღების საკითხს და ეს საკითხი თუ ვერ მოვაგვარეთ,
მაშინ გამოდის, რომ უნდა ვიმოქმედოთ ადვილი და გათელილი გზებით, სადაც უარს მინიმალურად მივიღებთ, ხო? Play safe, უსაფრთხოს თამაშის სტრატეგია ქვია ამას, ამაზე ვიდეოც გვაქვს და მოკლედ ის გზები, რომელზეც უარის მიღების შანსი არ არის უკვე გათელილი რაღაცა დასტანდარტებული და ამიტომ თქვენ მოგიწევთ თქვენი მაქსიმალური რესურსის გამოყენებაზე უარის თქმა და რაღაცნაირად უსაფრთხოდ უნდა მიეკედლოთ ვიღაცას, ვინც აი ამ საქმეს თქვენს მაგივრად გააკეთებს, ესე იგი უარსაც მიიღებს, გარისკავს და ასე შემდეგ. ხო, გარისკვა არის ფაქტიურად უარის მიღების საფრთხე სადაც არის. და სამ დაწინაურებაზეც უარს ამბობს ესეთი ხალხი, სამსახურის ძიებაზე უარს ამბობენ, იმიტომ რომ უარი არ მიიღო ეშინია და მოკლედ უარის თქმით, ესე იგი შეიძლება იმ ადამიანს სიყვარულში არ გამოუტყდეთ, ვინ ძალიან მოგწონთ და გიყვართ და მოკლედ ძალიან უღიმღამო ცხოვრება არის, ასე ვთქვათ, თუ ვერ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, ხო? მაშინ ესე იგი მოსაგვარებელი ყოფილა და ესე იგი როგორ გადავლახოთ. ადვილ გზებს კარგ ადგილებში არ მივყავართ ერთი მხრივ დილემა ამაში მდგომარეობს და მეორე მხრივ ძნელ გზას თუ დავადგები, ამდენი უარის მიღება და არას მოსმენაც არ არის ადვილი, ხო? განსაკუთრებით მე ამას გადავეყარე, განსაკუთრებით წარეთ, ესე იგი უარის მიღების საკითხს, როცა გაყიდვებზე მიდგა საქმე და მე 2002 წლიდან ისე მოხდა, რომ მომიწია, ასე ვთქვათ, გაყიდვების გუნდებთან მუშაობა და მომიწია ამ ხალხთან შეხება და მათი мотиваცია იმ პირობებში, როდესაც გამყიდველს, რომელიც რაღაცა პროდუქტს ყიდის, რაგინდ კარგი პროდუქტს ყიდიდეს, ფაქტიურად ყოველდღე უწევს ასობით და ხანდახან 1000-ობით უარის მიღება და მათთვის აი ეს თითოეული ნეგატიური ემოცია გროვდება ყულაბასავით და შეიძლება საერთოდ დაიშალოს მისი ძალისხმევა, ხო? ეხლა თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მე გაყიდვებში არა ვარ, მაგრამ ხართ ნებისმიერი ადამიანი, ან თავის სერვისებს ყიდის, ან თავის იდეოლოგიას ყიდის თავის შვილებზე. მოკლედ, ყველანი რაღაცას ყიდით და ამიტომ არას მოსმენა ყველას მოგვიწევს და თუ დავნებდით და უკან დავიხიეთ, იმ შედეგებს ვერ მივაღწევთ. შვილებთან იქნება, ჩვენ კარიერაში იქნება თუ ბიზნესში, რაც რისი პოტენციალიც ქონდა, ხო? ამიტომ პროაქტიული გაყიდვები და შეთავაზება აუცილებლად დაგჭირდება ყველა ვარიანტში მიუხედავად იმისა, რა პროფესიაში ხართ, რომ მაქსიმალურს მიაღწიოთ, ხო? ჩემი მუშაობა უშუალოდ 2002 წლიდან გაყიდვების ჯგუფებთან ძალიან პროდუქტიული იყო და მათ შორის ძალიან ბევრი ვიფიქრე აი ამ არას უარის მიღებას როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რაც მოვიფიქრე ვაპირებ რომ თქვენს გაგიზიაროთ, ხო და რაღაცა პრაქტიკული რჩევები მოგცეთ. ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად, კონკრეტულად? ნუ პირველ რიგში ეს ვიდეო მოიწონეთ, თემა თუ მოგწონთ და ჩვენი არხი გამოიწერეთ, სადაც ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს, ხო? YouTube-იც ამით ხვდება და ჩვენც ამით ხვდებით, როგორი ვიდეოები მოგწონთ და მომავალში როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ჩემი რეცეპტი თქვენთვის არის რომ ყველა არა მივიღოთ, გადავთარგმნოთ და გავიგონოთ ჯერ არა. ან ასე არა, ან ახლა არა, ხო? ესე იგი, მესმის არა და ვთარგმნი როგორც ჯერ არას. როგორც კი აი ამ პატარა ცვლილებას და თარგმანს მიეჩვევით თუ გამოგივათ, მიხვდებით რომ ამ მომენტში არ უნდა გაჩერდე და არ უნდა დანებდე. აი წარმოიდგინეთ ახლა ერთი წუთით რომ თქვენ შვილს ელაპარაკებით და ეუბნები რომ შვილო, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო. და წარმოიდგინეთ რომ გითხრა რომ არა არ წავიკითხავ და ეხლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ გითხრა რომ ჯერ არ წავიკითხავ, ხო? თუ გითხრა რომ ჯერ არ წავიკითხავ, ეს კარგი ამბავია, ესე იგი წაკითხვას აპირებს, ოღონდ ჯერ არა. და შეიძლება მეორე შეკითხვა დავუსვათ რომ კაი ბატონო, ჯერ არა გავიგე. როდის წაიკითხავ? ან ასე არ წავიკითხავ, აბა რა შემთხვევაში წაიკითხავ, ხო? მთლიანად არ წავიკითხავ, კაი ბატონო, აბა ნაწილობრივ წაიკითხავ, მოკლედ, როგორც კი ჩვენ არას დავარბილებთ და გადავაქცევთ ჯერ არას, ასე არა, მთლიანად არა და ასე შემდეგ, მივხვდებით რომ ეს არ
არის კედელი, რომელსაც შევასკდით, არამედ ეს არის გაგრძელება ჩვენი საუბრის, ხო? დამკვეთს ვთავაზობ ტრეინინგებს, ვთავაზობ ფლომასტერის დამკვეთებს და ვეუბნებით, რომ გამოგზავნეთ თანამშრომლები მენეჯმენტის ტრეინინგზე. არ გამოგზავნით, არ გეგმავთ გამოგზავნას. მე თუ ამას ვთარგმნი, რომ ჯერ არ ვგეგმავთ გამოგზავნას, ან ამ ფასად არ აგვაქვს საშუალება, რომ გამოგზავნოთ, ხო? ან ამ ეტაპზე არ სცალიათ და ვერ გამოგზავნით, ხო? როგორც კი ჯერ არად გადავთარგმნი, ბუნებრივია, რომ გადავალ დამატებით შეკითხვებზე. მაშინ როდის რა ფასად, რა პირობებით, რა შევცვალოთ იმისთვის, რომ გამოგზავნოთ, ხო? მთავარია, რომ ჩიხში არ შევიდეთ და ეს არ მოგვეჩვენოს, რომ არის ქვეყნიერების დასასრული. როგორც კი ამ პატარა მიკრო თარგმანს გააკეთებთ, აბსოლუტურად სხვანაირად დაინახავთ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. ამიტომ მე გთავაზობთ ახალ ლექსიკონს ამ ვიდეოში. მაგალითად, არა ტირე გაუსვით ნიშნავს ჯერ არას, ამაზე ვილაპარაკეთ. არ გამომდის რაღაცა, ხო? გაუსვით ტირე ჯერ არ გამომდის რაღაცა. არ მიყვარს რაღაცა, დაუშვათ ბოსტნეული. გაუსვით ტირე ჯერ არ მიყვარს ბოსტნეული. ეს ნიშნავს, რომ შევიყვარებ როდესღაც, მაგრამ ჯერ არ გამოვიდა ეს ამბავი. არ მეთანხმება კოლეგა ან უფროსი. ჯერ არ მეთანხმება. ესე იგი კიდევ უნდა არგუმენტები ისქნა. არ მაწინაურებენ კი არა, ჯერ არ მაწინაურებენ. ესე იგი ან ამ ცოდნით და ამ უნარებით არ მაწინაურებენ. არ მყავს ბევრი მნახველი და მკითხველი, დაუშვათ იუთუბერი ვარ ან ბლოგის მწერალი. ჯერ არ მყავს ბევრი მნახველი და მკითხველი. არ მაქვს დისციპლინა, შეიძლება ამბობდეთ, ჯერ არ მაქვს დისციპლინა, ხო? ჯანკ-ფუდი, არაჯანსაღი საკვები მიყვარს. არაჯანსაღი საკვები ჯერჯერობით მიყვარს და ასე შემდეგ, ხო? როგორც კი აი ამ პატარა ცვლილებას გააკეთებთ, ფრაზა არის ესეთი და წიგნის სათაურია change your story, change your life. ანუ შეცვალე შენი ფორმულირება და შეიცვლება შენი ცხოვრება და ჩემთვის აი ამ ფორმულირებამ რომ ყველა არა გადავთარგმნო ჯერ არად, ძალიან ბევრი რამე შეცვალა და იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც ბევრი რამე შეცვლის. წარმატებას გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით ახალ ვიდეოში.